ხდებოდა ესეთი? ამ რომ ხო ვაკუთრებით ამდენი ხანია, რომ ეს ქართული ოცნება გამალებით ისაკუთრებს გარდაცვლილ სახელოვან ქართველებს და უნდა რომ თავის რიგებში ჩაწეროს ყველა ბევრი დიდი ქართველი და ნუ ეხლა მე ილია ჭავჭავაძეზე და ერეკლე მეორეზე ხელი არ მიმიწვდება, მაგრამ აი აქ ვიყავი დაპატიჟებული, იმიტომ რომ სულხან ცინცაძის შვილი გიორგი ცინცაძე იყო ჩემი უახლოესი მეგობარი და მოსაწვევით ვიყავი დაპატიჟებული მისმა შვილმა გამომიგზავნა. და ამიტომ ძირთად არ დავდივარ ხოლმე ქოცების კულტურის სამინისტროს მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე, ნუ არ დავდივართ ჩვენ, მაგრამ ხაი დავისახე მისნაც რომ წავსულიყავი, იმიტომ რომ მივხვდი რომ შემეძლო მე თქვა ის სათქმელი რომ აი მინდოდა რომ კაფეოდ გამომეხატა რომ არ მიგასაკუთრებინებთ სახელოვან ქართველებს რომლებიც არ არიან უკვე ცოცხლები და არ აქვთ საშუალება რომ თავის პოზიცია ხმამაღლა გამოთქვან და ფარისევლურად თვითონ ხელოვნება გიყვართ და თვითონ ხელოვნებს ფარველოდ და სინამდვილეში საუკეთესო ცოცხალი ხელოვანი ადამიანები ყავთ დაკავებული, დაჭერილი და არა მარტო ხელოვანები თავის სფეროში, მართლა ვარსკვლავი ადამიანები ყავთ დაკავებულები და თვითონ იუბილეებს უმართავენ სახელოვან ადამიანებს და აი ეს მინდოდა მე თქვა და ვთქვი რომ მე და თიკა ვიყავით, თიკაც გიოს ხელშია გაზრდილი ცინცაძის თიკა ჩხეიძე და ავედით სცენაზე გავშალეთ ევროკავშირის დროშა და განვაცხადეთ რომ სულხან ცინცაძე თვითონ რომელიც მე-20 საუკუნეში გარდაიცვალა იყო ნამდვილი ნოვატორი, ნამდვილი ევროპული განათლებით და ევროპული შთაგონებით იყო მისი მუსიკა ნაკვები, ეს ყველა მის ჰანგს ეტყობა და გიოს რაც შეეხება მიშულს, ასევე არაჩვეულებრივი კინოკომპოზიტორი იყო და მისი მელოდია, მუსიკა ადევს ნინო კირთაძის ფილმს, რომელიც არის დურაკოვო, რომელიც არის რუსების პობაზე, ეგეთი ფილმი, დოკუმენტური არ არსებობს და უნდა ვთქვა, რომ ამ მუსიკას ქონდა განსაკუთრებული კინოკრიტიკოსების შეფასება და ყველა წერდა, რომ ეს მუსიკა ასრულებს ლომის წვრილს ამ ფილმში, იმდენად სამბეჭდავი იყო და ხო და ეს ყოფილი თქვი, ნუ მოკლედ იქ და ვთქვი, რომ ამიტომ გაუმართლოს სულხან ცინცაძის და გიო ცინცაძის ევროპას. ამ თქვენს აქცენტს კიდევ ერთი თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა, რომ მედიების საშუალებით მაგალითზე ეს მოხდა ცუდად. ეკოსისტემები შეიქმნა განსხვავებული. მე უყურებ მარტო იმედს, ან რო ელაპარაკები ადამიანს ის რა მე საერთოდ ტელევიზორს არ უყურებ. მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია შეიძლება ტელევიზორს არ უყურებდე ციფრულ საუკუნეში ტელევიზორი ამაში გაქვს ბოლოს და უამრავი ალტერნატიული რესურსი და საშუალება, მაგრამ აი ეს რეალობისგან დისტანცირების სრულად უპასუხისგებლო მცდელობა მესმის აი ნინოც ამბობდა რომ ყველა გადავიღალეთ კი არა და ამ სტრესში ვცხოვრობ დამეინ წლების განმავლობაში. ეს გასაგებია რომ რაღაც შესვენებები ინტენსივობას მოუკლო და ასე შემდეგ ყველას ერთნაირი ნერვები და ფსიქოლოგიური სიმყარე არა გვაქვს, მაგრამ აი ის რომ ვითომ ვერ ხედავ, ვერ ვამჩნევ და ასე შემდეგ და ესეთი შემთხვევები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა რომ ადამიანებს რომლებიც თითქოს თვით იზოლირდებიან, პასუხისმგებლობის გაურბიან, ამის საშუალება არ მიეცათ. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კულტურულ ელიტაში. ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა კონსერვატორიაში რა ხალხიც იქნებოდა მის შესაძლებლად. ეს რეაქცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე არ მოველოდი ესეთ ერთსულოვან, აი მართლა დადგნენ, ჩვენ რო ვთქვით მეგობრებო და ამ დროში დავდექით. უკვე გასასვლელთან მისული ადამიანები შემოტრიალდნენ და ძალიან ყურადღებით მოგვისმინეს და იყო მართლა ესეთი აპლოდისმენტი რა ჩემთვის მოულოდნელი. ყველა ტაშს უკრავდა. მე არ ვიცი საერთოდ ქოცებს ვინ ემხრობა, თბილისში მე მგონი აღარავინ. იმ გარემოში თქვენ მაინც არ ველოდით? არ ველოდი, იმიტომ რომ აი ხა მე არ ძალიან შევდგავარ იმ აზრისგან, რომ თაობებად დავყო ადამიანები, მაგრამ იყვნენ იმ თაობის ხო ცნობილია, რომ ახალგაზრდობა უფრო ხარს უჭერს, თქვათ, პროგრესს და ევროპას და ყველაფერს მაშინთვისაც ჩვენ ვიბრძვით და იქ იყვნენ საკმაოდ ხანდაზმული ადამიანების, ყველა თაობის ადამიანი იყო და საერთოდ რა ვიცი, ეგრეა ცნობილი, რომ კონსერვატორიის წრეებში
არ არის დიდი მისწრაფებები, აი რაღაცა უფრო რუსულ კულტურას ეთაყვანებიან, რაღაც ესეა ცნობილი რა, მაგრამ არა, ყველა ტაშ გვიკრავდა. მინდა რომ შეკითხვას მიუბრუნდე, რაც ეხება ბრძოლის მეთოდებს, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ბრძოლა, პროტესტი როგორ უნდა გაგრძელდეს ის დგას გარკვეული გამოწვევების წინაშე, გამომდინარე რეჟიმის რეპრესიული კანონმდებლობიდან და სხვა ნაბიჯებიდან. აქედან გამომდინარე მაინტერესებს ზუსტად თქვენი შეხედულება, როგორ ხედავთ ამ ყველაფერს. იცით რა არის, მე საერთოდ ეხლა მე არა ვარ პოლიტიკოსი და არც კომპეტენტური ძალიან რა ბრძოლის მეთოდებს გეგმავდე, მაგრამ რაც ეს ბრძოლა დაიწყო, მე პირადად ჩემ თავზე ვიტყვი. მე ვარ გაცოცხლებული, ამას აღვიქვა მე დიდ პროცესად, რომელიც მიდის გამარჯვებისკენ რა. არ ვუყურებ ამას რაღაც როგორც კონკრეტულად აუ რა გააკეთეს დღეს ქოცებმა, რასიზამე ხვალ ქოცები, აი ერთ დიდ პროცესად აღვიქვამ და ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ყველაზე კარგი არის მოქალაქეების მხრიდან ყოველ შემთხვევაში და პოლიტიკოსებმაც გვაჩვენეს ამის მაგალითი, რომ დაუმორჩილებლობა არის ყველაზე კარგი. ეხლა მეტი ჩვენ სხვა არაფერი არ დაგვრჩენია. ხო და მე პირადად ძალიან მაყოფილი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, რომ ეს დაუმორჩილებლობა მეჩვენებინა და ამის გამო დიდი პატივით მოვიხადე ის სასჯელი, რომელიც მომისაჯა ბატონმა მანუჩარ ცაცუამ. ხო და იქაც აი როგორც გიორგი ყვება, 10 წუთი არ მოგვიწყენია, ძალიან კარგი თანამესაკნეები მყავდა, არაჩვეულებრივი და აი მართლა საუკეთესო შტაბ-ეჭდილებები გავატარეთ, შტაბ-ეჭდილებები გამოვიტანეთ იმ იზოლატორიდან და რაც თავარი აიტაცეს ადამიანებმა ეს ისა დაუმორჩილებლობა აიტაცეს, იმიტომ რომ მე რომ მოვედი მეორე დღეს, იმ დღესვე როცა გამომიშვეს ამ იზოლატორიდან, მოვედი რუსთაველზე და ეხლა ძალიან ნერვიულობ, რომ ფიქრობ, რომ ეხლა რაღაც დამაკავეს, აღარ უნდა გადავიდე, თუ რა უნდა ვქნა და გადავედი მე მაინც მეორე დღეს ოღონდ, აი როგორც კი მოწოდება იყო, რომ გადაბრუნდით გზის ნაწილზე, უკან გადმოვედი, დავემორჩილე მოკლედ, იმიტომ რომ ხა ერთწლიანი სასჯელისთვის დიდად მზად არ ვიყავი იმ წუთში. მაგრამ მე რა ჩემთვის ძალიან სანდო ადამიანებმა მითხრეს, რომ აღარ გადახვიდე შენ და ნუ ნერვიულობ ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რიგი დაწესებული და რიგრიგობით ყველა გადავალთ და მართლა რიგრიგობით ყველა გადადის ვახო და აი რომ ვუყურებ ამ ადამიანებს იქ დგავარ ახლა გზის სავალ ნაწილზე, კეთილგონივრულად, რაც ჩემ ხასიათში საერთოდ არ არის ეს კეთილგონიერება, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს დგავარი კეთილგონივრულად და სიამაყის გავს კდები და მეტირება იმ ადამიანებზე, რომლებიც გადადიან. ხმა არ მივარგა და ჩამეხლიჩა ხმა, იმიტომ რომ ვეძახი რომ მაგრებო, მადლობა, ყოჩა, ხაი რაღაც ხმა მაღლა უკივე ამ ადამიანებს, ვინც გადადის და მართლა ეგრე ვგრძნობ და ისეთი ენერგეტიკული იქ რო ხარ, ეს ისეთი დამბეჭდავია და ისეთი რამე, რომ არ შეწყდება, ზუსტად ვიცი, რომ არ შეწყდება და დაუმორჩილებელთა რიგი რაღაცნაირი, ყოველ დღე ისეთი რამ ხდება, ალბათ მერე დაწერენ ადამიანები, როცა მწერლები ციხეს და დაუმორჩილებლობას მორჩებიან, იმიტომ რომ მწერლები, მუსიკოსები, კომპოზიტორები, პოეტები, რეჟისორები, მსახიობები, ყველა ვეცნობი უკვე უკვე მაგნეტარებაშიც გადაგაქცლიათ, ესე იგი ფანტაზია. ნუ ხო, აი რაღაცნაირი მართლა ყოველდღიური არ მინდა გავცვითო ეს საქციელი და გმირობა უწოდო, მაგრამ აი მოქალაქეობრივი დაუმორჩილებლობა, გამბედაობა, რასაც არის სიმამაცე, რომელსაც მართლა რა უნდა დაუპირისპირო, ხო? აი მე გეთანხმებით თქვენ შეფასებაში, ნინო, რომ ეს არ არის პროცესი, სადაც მოქალაქეები მარცხდებიან. მე არ უყურებ ამას. რაღაცის მომენტა ნინო უკაცრავად გაწყვეტილეს აუცილებლად უნდა თქვა. აი ძალიან ხშირად ეხა ჩვენ ვინც დაგვაკავეს და გამოვედით თუ რაღაც ადამიანები ხვდებიან, კოცნიან, გვეუბნებიან, ყოჩა, გმირები ხართ თუ რაღაც. ხო და გმირები კი არა ვართ, ჩვენ ვართ უბრალოდ შეიძლება სხვებზე უფრო გამბედავი ადამიანები და აი მახსოვს რომ მამა ჩემი მეუბნებოდა ხოლმე რომ არასდროს არ უნდა დაამუნათო ადამიანი
იმის გამო, რასაც შენაკეთებ და იმას არ შეუძლია, იმიტომ რომ გამბედაობა არ ყოფნის. აი ესეთი თვისებები რაღაც ხო არის ისეთივე თანდაყოლილი უნარი და ნიჭი, რაც მარიოლანცას ხმაო, ესე მეუბნებოდა, როგორც არ შეგიძლია რომ ვინმეს მოსთხოვო რომ რატო არ მღერი მარიოლანცასავით, ესე არ შეგიძლია მოსთხოვო თქვა გამბედაობა ყველას, მაგრამ აი ეს ადამიანები, რომლებიც იქ მოდიან და უბრალოდ დგანან. მე მყავდა ეგეთი თანამესაკნე ნინო ბერუაშვილი, რომელიც არ ვიცნობდი, მე საერთოდ ძალიან კომუნიკაბელური ვარ და მთელ პროტესტს ვიცნობ, იყო დაჯგუფებებად არიან და მე ყველას ვიცნობ, აი ყველა ჯგუფთან ახლოს ვარ და ამ ნინოს არ ვიცნობდი და გაირკვა რომ მოდის ეს ნინო, ასე თავისთვის ყოველ დღე აქ დღეს არასდროს თავის ქმართან ერთად ბეჯიდან დგას, არავის არ აბარებს ანგარიშს და მიდის მარტო საკუთარი მოქალაქო პრინციპის გამო და მაგ ადამიანებს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე როგორც იმათ, რომლებიც გადადიან. კი ბატონო,